მკვდარი პინგვინი და მკვლელი ბეღურა მსხვერპლი, რომელიც დაადანაშაულეს. რატომ ზულს ბიძინა ივანიშვილის ბეღურების სტატია სამსათაურით გაზეთი Prime Time აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენის საყვარელმა პინგვინმა ბეღურა გადაყლაპა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. შემთხვევის შემდეგ უწყნარი ბეღურები ივანიშვილის სიმპათიებს ვეღარ იმსახურებენ. ბიძინას ჭორვილაში საკუთარ სახლში პინგვინები ჩამოუყვანია. მათთვის შესაბამისი კლიმატური პირობებით შეუქმნია და ინფრასტრუქტურაც. ივანიშვილები ჭორვილაში ხშირად გასართობ შოუსაც აწყობენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შოუს დროს ბიძინას საყვარელმა პინგვინმა ნახტომში დაიჭირა ბეღურა და გადაყლაპა. სამწუხაროდ ეს ნახტომი საბედისწირო აღმოჩნდა. პინგვინი დაიღუპა. ბიძინა ივანიშვილს ბეღურების სულს ჭორვილაში საკუთარი დაცვისთვის კისტის თოფებიც კი ჩამოურიგებია ბეღურების გასანადგურებლად. პინგვინის სიკვდილმა ბიძინა ისე დაამწუხრა, რომ სოფლის თავკაცები სასწრაფო წესით შეკრიბა. რა უნდოდა ჭორვილაში ბეღურებს, ეს რა უბედურებაო, მის ხმამაღალ საყვედურებს დიდხანს უსმენდნენ ჩუმად. ბოლოს ერთმა როგორც იქნა მოახერხა და ბიძინას კითხვას კითხითვე უპასუხა. ბეღურებს კი არა, პინგვინს რა უნდოდა ბატონო ბიძინა ჭორვილაშიო. ადგილობრივები ხუმრობენ კიდეც, ბიძინას შიშით ბეღურები ჭორვილაში ტრანზიტით